ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნის ინიციატორთა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული, ცდილობს ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცეს და უქმედღედ გამოცხადეს. მათ უკვე შეიმუშავეს პროექტი და საქართველოს პარლამენტს მიმართეს, რომ ის როგორც იურიდიული ძალის მქონე აქტი დამტკიცდეს და ძალაში შევიდეს. საქართველოს მოქალაქეები ვართ, არის ახალგაზრდული ჯგუფი, რომელსაც უნდა შეიტანოს საქართველოს კანონმდებლობაში 18 მაისი როგორც საქართველოს ეროვნული სამოსის დღე. ჩვენ ჩავატარეთ 18 მაისს შარშანწინ ეროვნული სამოსის დღე. იყო ძალიან ბევრი მოთხოვნა ამ დღეზე. თვითონ მოქალაქეები გვწერდნენ, ჩვენ გვაქვს Facebook-ზე გვერდი საქართველოს ეროვნული სამოსის დღე. და ეს რო ჩატარდა და იყო ასეთ დიდი მოთხოვნა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკალენდარო დღე გახდეს 18 მაისი საქართველოს ეროვნული სამოსის დღე. ამ სახის ეროვნული დღესასწაული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აღინიშნება. იქ თავიანთი ქვეყნის ისტორიას იხსენებენ და ქუჩაში კოსტუმირებულ მსვლელობას აწყობენ. ინიციატორების თქმით, საქართველოს უძველესი ტრადიციების ქვეყანაა და იმსახურებს, რომ ეს დღესასწაული ქართველმა ერმა იზეიმოს. ყველა მნიშვნელობა აბსოლუტურად რაც აქვს ეროვნულ სამოს, ზოგადად ეროვნებას, ეს უნდა იყოს ამ დღეს ხაზგასმული. სხვათა შორის მსგავსი დღეები ტარდება და გამოსვლები აქვთ ევროპულ ქვეყნებში, როგორც არის იტალია, ძალიან ესპანეთში, საბერძნეთი არის აი მსგავსი დღეები. და ვფიქრობთ, ქართველებიც არ უნდა ჩამორჩეთ ამ დღეს და უნდა გქონდეს ნამდვილად ამ საუკუნეების მანძილზე ჩვენმა წინაპრებმა ნამდვილად გააკეთეს იმდენი, რომ ესეთი მნიშვნელობის დღე შევქმნათ ჩვენ ქართველებმა და კონდეს ეროვნული სამოსის დღე. რა თქმა უნდა 18 მაისი ზუსტად ის პერიოდია, როდესაც საქართველოში მეტი ტურისტი შემოდის და ზუსტად ამ ტურისტებსაც დაეხმარება ეს დღე, რომ მეტად გაიცნონ საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობები, თუნდაც იქნება ესეთი, ასე ვთქვათ, გაცოცხლდება მე-18 საუკუნის საქართველოს 18 მაისს. 18 მაისს საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იხილონ ქართული ეროვნული კოსტიუმები, ძველი საბრძოლო იარაღები, წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორი, ასევე დააგემოვნებენ ეროვნულ სამზარეულოს. ტურისტები ერთ სივრცეში შეძლებენ საქართველოს გაცოცხლებული ისტორიისა და კულტურის გაცნობას. ამასთან ეროვნული სამოსის დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა იმ ქალაქში გაიმართება, სადაც ქართული ემიგრაცია ცხოვრობს. 18 მაისი გასულ წელსაც იზეიმეს და მას რეგიონებით შეუერთა. საქართველოს საერთოდ ძალიან დიდი კულტურის მატარებელი ქვეყანა არის, ყველა კუთხეს აქვს თავისი სამოსი და შესაბამისად 18 მაისს გაერთიანდება ყველა კუთხე და იქნება ჩვენი სამოსების და არა მხოლოდ სამოსების სხვადასხვა ნამუშევრების გამოფენა. შესაბამისად ტურისტული თვალსაზრისით ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ტურისტები დაათვალიერებენ და უფრო მეტად პოპულარული გახდება ჩვენი ქვეყანა და საერთოდ ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ისტორია, ჩვენი ისტორია არ უნდა დავივიწყოთ და იცით რა არის, ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ თუ რამხელა კულტურის მატარებელი ქვეყანა ვართ და ეს ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის. საქართველოს თითოეულ კუთხესა თუ ქალაქს საკუთარი დამახასიათებელი სამოსი გააჩნია, რომელიც მდიდარია ეროვნული მოტივებით. სამოსში გარკვეული ეპოქის შესაბამისად ქვეყნისა და საზოგადოების ყოფა ცხოვრება, მისი პოლიტიკური ისტორიული ღირებულებები იკვეთება. მაგალითად, ქართული ჩოხა დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს რო ესეთი ულამაზესი და მართლაც აი დიდი მნიშვნელობის მქონე ეროვნული კოსტუმი გაგვაჩნია ჩოხა, ეს მე მიამაყება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ჩოხის მნიშვნელობა აი გამოიხატება საერთოდ ყველაფერში, თუ კი რაიმე საქართველოს უკავშირდება. ხედულობაში მაქვს მეომრობა, ეს ასე ვთქვათ და კდემამოსილება ქართული და ჩვენს ხედავთ ხო აი მასრებს, ხანჯალს, ეს ყველაფერი ამოხატულია რა ჩოხაში ქართული ისტორია და ქართული ტრადიციები. არსებობს თანამედროვე ტიპის, ანუ ახალი ტენდენციური ვერსიების სამოსი, რაც ყველაზე მეტად მოთხოვნადია ბოლო დროს და რასაც ძალიან ხშირად ითხოვენ ახალგაზრდები. ეს არის პიჯაკის ტიპის ქართული ელემენტებით დატვირთული სამოსი, იგივე ქალბატონებისთვის აი წარმოდგენილია ხამ წუთას ესეთი მარტივი შემოსაცმელი, ასე ეგრეთ წოდებული ქართული ქულაჯა, რასაც ძალიან ხშირად ხმარობენ დღესაც არა მარტო დღესასწაულებზე და მე ძალიან ხშირად მხვდებიან ქუჩაში გოგონები, რომელსაც უბრალოდ ატარებენ ამ სამოსს და ამით გაუსმევენ თავის ხაზს ისინი თავიანთ ქართველობას. ეროვნული სამოსის დღის ინიციატივას მხარს უამრავი ადამიანი უჭერს, მათ შორის მსახიობები, რომლებმაც მხარდამჭერი ვიდეორგოლი მოამზადეს. ჩვენი სამოსი, ჩვენი საგანძურია. შენ სამოსში, შენი წარსული. მინდა არსებობდეს ეროვნული სამოსის დღე. ჩვენი სამოსი, ჩვენი ისტორია.
ეროვნული სამოსის დღე. დროში დახვეწილი ტრადიცია. ჩვენი სამოსი, ჩვენი ისტორია. მინდა არსებობდეს ეროვნული სამოსის დღე. ჩვენი სამოსი, ჩვენი საგანძურია. ჩვენი სამოსი, ჩვენი ისტორია. ერთად შევქმნათ ეროვნული სამოსის დღე. მიანიჭება თუ არა 18 მაისის ოფიციალური სტატუსი ეს ჯერ უცნობია, მაგრამ ამისთან მიუხედავად ეროვნული სამოსის Facebook გვერდს უამრავი მხარდამჭერი ყავს და ამ დღეს მოუთმენლად ელოდებიან.